Zroblobისთვის პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ყოველთვის იყო, ჯერ კიდევ არჩევნებამდე 2024 წლის ერთიანობა და ნაციონალური მოძრაობა მაშინაც მზად იყო, რომ ყველაფერი დაეთმო იმისთვის, რომ საერთო ერთიანი ოპოზიციური სპექტრი შექმნილიყო რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის უყურებდა საკითხს ესე, როგორც აი ეხლა დაინახა ძალიან ბევრმა, რომ ერთ მხარეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს არის ვისაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა და ვინც აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ბევრად უფრო ღირებული, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება, რომელიც შეიძლება იყოს ამ ოპოზიციურ სპექტრში. ხო, ჩვენ თავიდანვე ამ განწყობით ვიყავით და ცხადია, რომ ჩვენ ერთ-ერთი ხელმომწერები ვართ მათ შორის ამ ალიანსის, მე მივესალმები ამ ალიანსს, თუმცა ასევე ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამას, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი გამოწვევა ახლა ამ ალიანსისთვის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს და ახსნი რატომ? იმიტომ რომ თავარი არის რა იქნება ქმედებაში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საერთო ოპოზიციური ალიანსი გაფართოვდება და გაფართოვებასთან ერთად ეს პრაქტიკული ნაბიჯები ბრძოლაში იქნება გამოხატული, საერთო ბრძოლაში და როგორი იქნება საერთო ბრძოლის ტაქტიკა. ეს არის ის თანხმდებით დიდ მასშტაბურ აქციაზე, თანხმდებით გაწერილი არის დოკუმენტში ნათქვამი არის, რაც პირდაპირ წერია, რომ მთავარი რაც აერთიანებთ ამ პარტიებს არის საერთო ბრძოლის სტრატეგია და ეს საერთო ბრძოლის სტრატეგია გამოიხატება ორ ძირითად რაღაცაში. პირველი არაღიარების პოლიტიკა და არაღიარების პოლიტიკა არის ის, რამაც მოიტანა ამ რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა და მათ შორის სანქციები, ეს ერთი. შესაბამისად, ყველა ხელმომწერი პარტია თანხმდება იმაზე, რომ არაღიარების პოლიტიკა არის მთავარი და მეორე, საპროტესტო მოძრაობის გაფართოება, იმიტომ რომ საპროტესტო მოძრაობის გაფართოება არის ის მთავარი საზრუნავი, რომელიც უნდა იყოს ეხა მათ შორის ამ დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციური ალიანსისთვის, ხო? ასევე არსებობს ჩემი აზრით შემდეგში მე ვთქვი კიდეც რომ ეს არის პირველი ნაბიჯი თქო და მე ამას ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ალიანსები ყოფილა და ძალიან ბევრი დოკუმენტები, ხო, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებად დარჩენილა და იმედი მაქვს რომ ეს ალიანსი და ეს ერთობა არ იქნება ასეთი და ის გაფართოებას შეძლებს და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია. ამ ალიანსს ჭირდება მკაფიო სტრატეგია, კიდევ უფრო მკაფიო სტრატეგია, ვიდრე ეს ამ დოკუმენტში არის გაწერილი, იმაზე, როგორ უყურებს ის ბრძოლის გაგრძელებას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხო? იმიტომ რომ ერთია ჩვენ საუბრობთ არაღიარების პოლიტიკაზე და მეორეა თუ არაღიარების პოლიტიკა და შეთანხმებულები არიან პოლიტიკური პარტიები, აქ ხელმომწერები, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უმთავრესი, მაშინ ეს განცხადებები ცოტა გახარიას თვისაც კი კარგია, ცოტა არ გამოდის, ხო? ის რა ქვია, რაღაც შესაბამისობაში, იმიტომ რომ გახარიას პარტიას ჩვენ ვიცით, რაც აქვს არჩეული, პარლამენტში არიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ჩემი ღრმა რწმენით ეს ალიანსი რატო არის მნიშვნელოვანი, ეს დოკუმენტი, რომელსაც გუშინ ხელი მოეწერა. იმიტომაც, რომ ეს იძლევა საფუძველს იმისი, რომ რეალური მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს ეს სპექტრი და არ არის აქ მარტო საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. აქ საუბარი არის მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებზე, მათ შორის ცალკეულ სამოქალაქო აქტორებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან. რეალურად როდესაც ჩვენ საერთო ერთობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური პარტიების ან ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიების ერთობაზე, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ ადამიანის ერთობაზე, რომელიც არის რეჟიმის წინააღმდეგ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი სწორედ ამის დასაწყისია. ორ ნაწილზე მინდა რომ გკითხოთ, პირველი თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, თუ სწორად გავიგე, გულისხმობთ ბრძოლის მეთოდებს, ამას გულისხმობთ არასაკმარისი. მე ესე არ ვიტყოდი, მე ვიტყოდი ესე, რომ ეს ალიანსი მე ვიმედოვნებ და ეს ხელმოწერილი დოკუმენტი იქნება საფუძველი იმისი, რომ კიდევ უფრო მკაფიო გახდეს შემდეგში ბრძოლის სტრატეგია ამ პოლიტიკური პარტიების, კიდევ უფრო მკაფიო გახდეს სამოქმედო გეგმა და რეალური თანამშრომლობა პრაქტიკული გამოიხატოს შემდეგ კონკრეტულ ქმედებებში. აი რაც თქვენ თქვით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს კონკრეტული ქმედებები? ყველა 9 პარტია თანხმდება, როგორი უნდა იყოს, თქვათ, საპროტესტო ტალღა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის შეთანხმება საერთო მესიჯ ბოქსზე, ეს არის შეთანხმება საერთაშორისო
პარტნიორებთან კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და message box-ი მაინც შედარებით არის ის, სადაც ოპოზიცია ასე თუ ისე ართმევს ამას თავს საერთაშორისო ასპარეზზე. კი, ამას ვამბობთ და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ძალიან ხშირად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება სულ ეს არის, რომ ერთიანები იყავით და ერთიანობა არის მნიშვნელოვანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთ რაღაც გარკვეულ ჯგუფს ელაპარაკონ, ვიდრე ბევრ სხვადასხვა ჯგუფს ამ ქვეყანაში. ხო, ეს მაინც მეტნაკლებად message box-იც და ეს საერთაშორისო წარმომადგენლობაც მაინც მეტნაკლებად არის ის რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა და გამოსდის ოპოზიციას. ახლა სანქციებიც ამის დასტური არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც არის მთავარი გამოწვევა ოპოზიციის არის ქვეყნის შიგნით. იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით სანქციებიც კარგია, საერთაშორისო მხარდაჭერაც კარგია, მაგრამ მთავარს ყვეტენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით. რეჟიმის ცვლილება საქართველოს მოქალაქეების გარეშე ვერ იქნება. ამიტომაც ოპოზიციის მთავარი გამოწვევა მარტო ის კი არ არის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ვიყოთ ჩვენ ძლიერად წარმოდგენილები. არა, ეს ოპოზიციის მთავარი გამოწვევა და რასაც ეს დოკუმენტიც ჩემი აზრით პასუხობს, მაგრამ უფრო მეტი კაფიობა ჭირდება კიდე და დოკუმენტს მიღმა რას ნახავს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც წელიწადზე მეტია ქუჩაში დგას. ამაზე ვამბობთ, მაგრამ უფრო მეტი კაფიობა, რომ ეს მხოლოდ დოკუმენტი არ იყოს და ქაღალდზე არ დარჩეს, ეს უნდა გამოიხატოს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები ჩვენთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის და ამ დოკუმენტშიც გაწერილია ეს არის საპროტესტო მოძრაობის გაფართოება, რაც გულისხმობს რეჟიმის სწრაფ დასრულებას. შესაბამისად, აი ამ პროცესში, აი ამ კუთხით არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ძალიან პოზიტიურ მოვლენად ვთვლი ამ გუშინდელ ერთობას, მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება საფუძველი იმისი, რომ ეს მოძრაობა გახდება კიდევ უფრო მეტად მასშტაბური, კიდევ უფრო მეტად რეალურად ერთიანი და აქტიური, იმიტომ რომ ერთი არის შემუშავებული დოკუმენტი და მეორე მთავარი გამოწვევა არის ის, რამდენი ხანი გაძლებს ეს დოკუმენტი და კიდევ მთავარი გამოწვევა არის, როგორ გამოიხატება ეს პრაქტიკულ ნაბიჯებში და პრაქტიკულ ნაბიჯებში თუ გვინდა, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა გამოიხატოს, მაშინ ეს არის მათ შორის საერთო ბრძოლის და წინააღმდეგობის შტაბები რეგიონებშიც და თბილისშიც, როცა საპროტესტო მოძრაობის მასე რა ქვია, გაზრდაზე საუბრობთ. ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება მათ შორის ოპოზიციური ალიანსის უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რა გვჭირდება ქვეყნის შიგნით. დღეს ჩვენ ქვეყნის შიგნით ჭირდება, რომ რამდენიმე აი ამ გმირ ადამიანზე კი არ გადაიაროს ამ ბრძოლამ, ხო, ვინც რუსთაველზე იბრძვიან და რეგიონებში იბრძვიან. არამედ ეს გახდეს კიდევ უფრო ფართო და საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საკუთარი პასუხისმგებლობით და საკუთარი აქტიურობით მიიღოს მონაწილეობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ მე ვუყურებ, რომ მთავარი გამოწვევა ამ ერთიანი ოპოზიციური ალიანსის მაინც იქნება ეს, თუმცა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია ცხადია. გეთანხმებით ამ გამოწვევაში, ამიტომაც ვკითხულობ, რითი განსხვავდება ეს ერთობა იმ ერთობებისგან, რომელიც ჩვენ აქამდე გვინახავს, ხელმოწერილი დოკუმენტი იქნებოდა თუ ერთობლივად გაკეთებული განცხადებები ერთიანობის შესახებ. ხო, ამიტომ თქვი, მაკარო, მე რაღაც განსაკუთრებულ მოლოდინებს მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედით ვუყურებ ამ დოკუმენტს, რაღაც განსაკუთრებულ მოლოდინები არ მინდა მათ შორის შექმნა და ობიექტურად მინდა ვნახოთ, სწორი ხართ თქვენ აბსოლუტურად მაგ აქცენტებში, ჩვენ ბევრი დოკუმენტი გვინახავს, მათ შორის ბევრი შეთანხმება გვინახავს, ბევრი ესეთი ერთობა და ალიანსი, ესე ვთქვათ, გვინახავს, მათ შორის, რომელიც დარჩენილია უბრალოდ ალიანსად და ამიტომაც ჩემი დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით არის ესეთი, რომ ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ მე ამ დოკუმენტს და იმედი მაქვს, რომ ეხლა მაინც, იმიტომ რომ ეხლა ცოტა მეტი გამოცდილება დაგროვდა, მაგრამ 2024 წელს აი რატო არის ეს მნიშვნელოვანი ეს შეთანხმება, ეს რომ მინდა ავხსნა, რომ აი 2024 წელს ვიღაცებს ვისაც ეგონათ, როცა ჩვენ ვეუბნებოდით, რომ თუ ეხლა არ გავერთიანდებით, მე ციხის კარებში ასარჩევად გვექნება ვინსად როგორ ჩავждებით და ციხის კარებთან დაგვაყენებს ბიძინა. ბევრს წარმოედგინა, რომ თავარი ეს საერთო ბრძოლა კი არ იყო, თავარი საკუთარი ეგო იყო და საკუთარი რაღაც პარტიული იდენტობა იყო, მაგრამ ბევრი ეს ადამიანი საბოლოოდ ციხეში მოხვდა და ბევრმა ამ ადამიანმა საბოლოოდ ისევ საკუთარ თავზე იწვნია ის, რას ნიშნავს რეჟიმი. ამიტომაც ეს გამოცდილებაც მათ შორის ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, ამ ალიანსს მიღმა მაინც დარჩნენ პარტიები. სამწუხაროდ. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ
რომ სწორედ აი იმ წარსული გამოცდილებაა, რომელიცაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, მათ შორის ერთობისთვის შექმნილი დოკუმენტები და ასე შემდეგ, მათთვის იყო არგუმენტი, რომ ეს ერთობა სკეპტიკურად მისდგომოდნენ, მოდით სუბუქად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად მისდგომოდნენ ამ ალიანსს, თუ იყო ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობები, როგორზეც მაგალითად სადაც ნაციონალური ყველა ნაციონალური მოძრაობა თუ გახარიას გუნდი როგორც ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებას და მუშაობას არ აპირებს. რა გახდა მიზეზი იმის, რომ ყველა ვერ დაწმუნდა ამ ერთობის აუცილებლობაში? მოიცით, მე თავისუფლების მოედნის გარდა მე კი ნამდვილად ეხა ყველა ეს პარტია, ვინც მანდ გაერთიანდა, თავისუფლების მოედანია ერთი. დანარჩენი მე რაც მახსოვს, კი ნაციონალური მოძრაობიდან წასული ადამიანი. მე არ ვარ წინააღმდეგი ნაციონალური მოძრაობის პირვანდელი სახით აღდგენის. ყველა ის რა ქვია, ნაცი ბუდეს რო დაუბრუნდეს, არც მაგის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეხა რეალურად მე ესე რაღაც კონკრეტული არგუმენტი გულწრფელად რო გითხრათ ერთობის წინააღმდეგ, ჩემთვის ყოველთვის არის ხოლმე გაუგებარი. იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება არგუმენტი მოძებნო თუ რაღაცის გაკეთება არ გინდა. ეხა აქაც უნდა გავყოთ, ახლა მე არ ვთვლი მაგალითად გახარია საერთოდ ოპოზიციურ პარტიად იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც მან მიიღო პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს საერთოდ არ ვთვლი, რომ გახარია ჩემთვის ისეთივე ქოცია, უბრალოდ გამაგდებული ქოცია. ამ შემთხვევაში დღესაც იქ იქნებოდა და არც ყოფილა მათთან კომუნიკაცია. არა, მე ვთქვი ალიანსში ყოფნაზე. არა, მაგრამ მე თავიდანვე თქვი, თუ ნახეთ, თავიდანვე აღნიშნა, რომ ჩემთვის ცოტა მაგიტომაც გაუგებარი არის, თუ არ აღიარებაზე ლაპარაკობ მეთქი. ცოტა გაუგებარია ასეთი. კი, ეს ჩემი პირადი აზრია, ეხა ეს არ არის არც ამ ალიანსის აზრი და არც მის, რა ქვია, ჩემი პირადი აზრია, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ხო, თუ არ აღიარების პოლიტიკას ლაპარაკობთ, მაშინ გახარიას აღიარებული იყოს ესენი და შესულია პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე მესმის ეხა ეს ტაქტიკური სვლაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულება გახარიასადმი იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გახარია ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ოპოზიცია დარჩენილიყო და ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა მიუხედავად 20 ივნისისა და უბედურებებისა, რაც ამ ქვეყანაში ატრიალა, მას შემდეგ რაც ოცნებიდან წამოვიდა, ინტეგრირებული იყო ამ პოლიტიკურ ოპოზიციურ პროცესში, მაგრამ ხო ნახეთ მისი ქმედებები, ხო? ამიტომ უნდა გავყოთ აქ. მე ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ, ვინც ამ ყოველმაში არ არის, ეს არის ლელო რეალურად, ხო? იმიტომ რომ ლელო მათ შორის ბევრი იმ პარტიისგან განსხვავებით, ვინც ამ ალიანსში არიან, მათ შორის არის რეალურად გაზომვადი მის რა ქვია რეიტინგის, რომელსაც 2024 წლის წართმეულ არჩევნებზეც რეალურად ის შედეგი აიღო, რა შედეგის დადო. ხო, შესაბამისად მისი არ ყოფნა, რა თქმა უნდა, არის ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც, ასეთია მათი პოზიცია ახსნა ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე არ ყოფილიყვნენ ამ ალიანსის წევრები. იცით რა, მესმის ეს არგუმენტი და მე ვთქვი, რომ როდესაც რაღაცა არ გინდა, არგუმენტს ყოველთვის მოძებნით ხო, მაგრამ ეს ხო ბევრჯერ გავიარეთ. მრავალფეროვნება, განსხვავებულობა, ჩვენ დემოკრატობანას თამაშობთ და იდეოლოგიურ განსხვავებებში ერთმანეთს ვეჯიბრებით ოპოზიციაში, როდესაც აქეთ არის რეჟიმი. ეს უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად, ჩემი პასუხი ლელოსთან ეს არის, ნახეთ, ჩემ დიდი პატივისცემის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდა და უმძიმე შეცდომათული. ახეთ კი ეს არგუმენტი არ არის ის, რაც წონის ერთიანობის მნიშვნელობას. ხო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეჟიმს ვებძვით და როდესაც რეჟიმს ვებძვით, მათ ნებისმიერი იდეოლოგიური განსხვავებები, ნებისმიერი მრავალფეროვნება და ასე შემდეგ არის მეასე ხარისხოვანი. ეს ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ. სწორედ ამიტომ მგონია დღესაც ლელოს მხრიდან არ მონაწილეობა ერთობაში შეცდომა. ქავტონო ანა, რომ მივყვეთ სტრატეგიას, რომლითაც უნდა იმუშაოს ამ ალიანსმა, მთავარი მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება. როგორ წარმოგიდგენიათ, საუბრობთ და მზადება მიდის წავა უფრო სწორად ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ რეგიონებში უნდა იყოს აქტიურობა, რომ მოქალაქეებთან უნდა იყოს აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა. მზადება ემსგავსება თუ არა და იქნება თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილის ხელისუფლების მიერვე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები? ან ჩანს რაიმე წინაპირობა იმის, რომ ივანიშვილი ამ ამბავზე წამოვა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა,
რომელიც თქვენ ახლა დასვით და ასევე მათ შორის ჩემი აზრით ეს არის კითხვა, რომელზეც ოპოზიცია და ეს ალიანსი ახლა უნდა მსჯელობდეს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებდეს. იმიტომ რომ იმის გათვალისწინებით რაც ხდება ირანში და იმის გათვალისწინებით რაც ზოგადად ჩვენს რეგიონში ხდება, შეიძლება ხა ყველაფრის ცოტა შეთქმულების თეორია იქნება, რომ რაღაცას ზუსტად ვილაპარაკოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი არის მოსალოდნელი და რა თქმა უნდა მოსალოდნელი არის, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დასჭირდეს ლეგიტიმაციის მოპოვება საერთაშორისოების თვალში, იმიტომ რომ მას ახლა ხო ეს ლეგიტიმაცია არ აქვს. ხო? შესაბამისად, რა შეიძლება გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა? ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და თუ ეს ვადამდელი არჩევნები იქნება ისევ იმ თამაშის წესებით, სადაც მაგრამ დღეს დაანონსეს ხალხტონო ანა, რომ უკვე საუბარი გაგახსენეს ოპოზიციურ პარტიებს, რომ ცხრიდან რამდენიმე პარტია მოხვდება აკრძალულთა სიაში და ამისთვის მტკიცებული არა, ესეც ხადია. მე ამიტომ ამბობ ზუსტად. ამიტომაც ეხლა რომ ვიტყვი ბოლომდე მიხვდებით, რომ ზუსტად იქ მივდივარ. ხეთ ამიტომ ბიძინას როდის შეუძლია ეს დანიშნოს თქო, მაშინ, როდესაც თვითონ აწყობს რაღაც და თავის ხელში არის ყველაფერი. და ამ დროს რა ვადამდელ არჩევნებზე, ან შედარებით თავისუფალ და კონკურენტუნარიან არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სამი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ყველაზე დიდი ხმები აიღო ამ არჩევნებზე, უბრალოდ გაუქმების პირას არის და ნებისმიერ დროს შეუძლია გაუქმოს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ რაზე ვლაპარაკობთ? რა მიმართულებაზე იმუშავებს ალიანსი? არა, მე არ მithქვამს, რომ ამ მიმართულებაზე არ იმუშავებს, მაგრამ ყველა მიმართულებაზე, ყველა სცენარზე ოპოზიციის მთავარი პრობლემა აქამდე იყო ყოველთვის მოკლევადიანი ხედვების დაანონსება. ჩემი აზრით, ამ ოპოზიციური ალიანსის მთავარი გამოწვევა მათ შორის უნდა იყოს ის, რომ ყველა შესაძლო სცენარზე რაც შეიძლება გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, ყველა შესაძლო სცენარისთვის იყოს მზად ოპოზიცია. თუმცა მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილისვე დადგენილი თამაშის წესები და ყოველგვარი ცვლილების გარეშე, ან ერთი გადმოგდებული ცესკოს თავმჯდომარის გარეშე ეს იქნება ისევ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის, ესე ვთქვათ, გაправება. მადლობა. მადლობა ანა წითლიძეს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში საერთაშორისო